ხის კარი გავაღე და ჩემს პატარა ვითომ და მშობლიურ სავანეს მივაშურე. დაიცა ამას წავიკითხავ და სადღაც შევიდა და ეს გოეთეს სურათი რაღაცნაირად აქვს თუ რაღაცა გოეთეს არაფერი არ მაქვს წაკითხული პროსტა ამას ევასება გოეთე რა პატივსცემს რაღაცა და ბიჭო იმენა ეჩხუბება ამათ რომ გოეთეს ესე როგორ ამას როგორ უკეთებთო თუ ესე როგორ ახერთ თუ რაღაცა იმენა მაგრად ეჩხუბება რა გოეთეს სურათი გადატრიალებულია თუ რაღაცა ეგეც მაგრად გამისწორდა მერე ოთახის კარი გავაღე და ჩემი პატარა ვითომ და მშობლიურ სავანეს მივაშურე სადაც სავარძელი ღუმელი სამელნე სახატავი ყუთი ნოვალისი და დოსტოევსკი მელოდა აუ რა გამისწორდა ეხლა დოსტოევსკი რო ახსენა დოსტოევსკი მიყვარს აი ყველაზე ძალიან რა რავი წიგნებში და ადამიანებში თუ პროსტა იმას რო ამბობს დოსტოევსკი რომ ანუ არ იფიქროთ რა ჩემზე რომ ქრისტიანი არისო პროსტა იესო მართლა მაგრად მიყვარს რაც მასავიდა რაღაცა რომ ვინმემ რო დამიმტკიცოსო რომ იესო კაროჩე რეალობაში არ არისო და რეალობა იესოს გარეთ არისო რა ანუ იესო ქრისტე ხო წამს რო ღმერთ კაცია და თან ღმერთიც არის რა ძე არის რა ვინმემ რო დამიმტკიცოს რომ მასე არ არისო მეო მაინც იესოსთან ყოფნას ვამჯობინებო ვიდრე სიმართლეში ყოფნასო რა დოსტოევსკი მაგას ამბობს და პროსტა მასეთი ერთგული და მასე ძალიან რო უყვარს ადამიანს ადამიანი კაროჩე რავი მეტი რა გინდა რა ძალიან მაგარია ფიოდორ დოსტოევსკი რავი აი ყველაზე ძალიან მიყვარს რა მე მგონი რა ანუ ამ ხალხიდან რა ხვაზე ხარ რა ხო და მერე ვისაუბრებ რომ შემხვდება დოსტოევსკის წიგნები მე მგონი ყველა მაქვს წაკითხული ყმაწვილი არა მაქვს წაკითხული ორეული არა მაქვს წაკითხული და მასეთი წიგნები და მთავრები რაც არის ეგენი მაქვს წაკითხული რა აი რავი ჯერ მარტო ძმები კარამაზოვები რა თხის რა კაროჩე რა დოსტოევსკი სამელნე სახატავი ყუთი ნოვალისი და დოსტოევსკი მელოდა შინ დაბრუნებულ ადამიანებს ჩვეულებრივ ასე ელიან ხოლმე დედა მეუღლე შვილები მოსამსახურე ძალიან კატა აზე ხან რა მაგარი ფრაზაა პროსტა ეხა თავიდან წავიკითხავ რო არ მოწყდეთ რა და ფრაზა ერთიანად რო გამოვიდეს რა მერე ოთახის კარი გავაღე და ჩემი პატარა ვითომ და მშობლიურ სავანეს მივაშურე სადაც სავარძელი ღუმელი სამელნე სახატავი ყუთი ნოვალისი და დოსტოევსკი მელოდა შინ დაბრუნებულ ადამიანებს ჩვეულებრივ ასე ელიან ხოლმე დედა მეუღლე შვილები მოსამსახურე ძალიან კატა რავი იმენა მეც ასე ვარ ხოლმე რა მე რა მელოდება ხოლმე ტელეფონი მელოდება ხოლმე რას უბრუნდები ხოლმე კიდე რა ისე ან სახში უბრალოდ დასაძინებლად და მასე უბრუნდები ხოლმე რა სადა ვარ მნიშვნელობა არ აქვს რა ესენ წიგნები უკვე წაკითხული მაქვს რა აღარც მინდა ხოლმე წიგნების წაკითხვა და რაღაცა რა უფრო გაცემისის მინდა რა მე რო გავუზიარო რაღაცა მე რო დავწერო და რაღაცა რა მაგრამ კითხვაც მე რომ მოიწყენ და რაღაცა TikTok-ს ხო არ ასკროლავ თუ რაღაც TikTok-ზე ხო არ შეხვალ კითხვა არაჯობია ან ტელევიზორის იქ პოლიტიკური რაღაცების ყურებას იქ რო ჩხუბობენ და რაღაცა ან რა რუსული კანონი რა ევროპა რა რუსეთი რა ძმაო ესენი არ ჯობია ამას აუ მე გიპასუხებთ რა თუ ძმები ხართ რა დები ხართ რა ყოველ ადამიანს ხომ თავისი წილი ტანჯვა უმძიმეს სასჯელად მიაჩნია რომ რამდენ წუთზე ვართ 48 წუთი 49 წუთი ძალიან მიყვარს ეს ტრამალის ბგელი ამიტომ არ შეეძლო თავისი მგლობის მიჩქმარება და ადამიანების მოტყუება ვის სიყვარულსაც დიდად აფასებდა ერჩივნა ეშიმშილა და ჩამოგონკილს ევლო ოღონდ კი მის სანუკვარ დამოუკიდებლობას არავინ და არაფერი შეხებოდა აი ეს ფრაზა აქ ისე მაგრად გამისწორდა აი რავი მეთქი ეს საღოლ თქო რა ამას რო წერ ვაფშე რა მაგარია მეთქი რა არა ეს ჰერმან ჰესე მაგარი კაცი იყო რა რავი პროსტა ეგ ის მკოცნი დაო და რაღაცა არ გამისწორდა ზმო ასეთი რაღაცა
სოფის მოგზაურობა მენელიდან საქსონიაში. ეს რაღაც წიგნი იყო რა და მეთქი მერე წავიკითხო მეთქი, აბა ერთი რო ახსენო ტყუილა ხო არ ახსენებდა მეთქი. მომიტევეთ კადნიერება უთხარით შიზოფრენიას ჭირს თქვა ახლა კი ნება მივუძეთ დაგემშვიდობოთ. დაიცა სალონის გოეთე ეს დათაფლული ბიურგერი არასოდეს იხმარდა უხეშ ნაღდ და ზუსტ გამოთქმას. თქვენ და თქვენს მეუღლეს გთხოვთ მომიტევოთ კადნიერება უთხარით შიზოფრენიას ჭირს თქო ახლა კი ნება მივუძეთ დაგემშვიდობოთ. ეს მაგარი იყო მიწერია მერე რა და საერთოდ არ მახსოვს რა იყო რა. საკიდიდან პალტო და ქუდი ჩამოუგლიჯე და თავს ვუშველე. ის სიტუაცია ისე არ დაევასა რომ საკიდი და ქუდი და პალტო ჩამოუგლიჯე და თავს უშველეო გავასწარიო იქიდან. ამას ისიც დაემატებოდა რომ უფრო მეტად შემზისხდებოდა საკუთარი თავი. თუმცა ძალიან კარგია რომ ყველაფერი ასე მოხდა თორემ რამდენს დავკარგავდი. კაროჩე აქ რავი რეები აღარ მაქვს მონიშნული, ბევრს აღარ გავაგრძელებ. ეს არის ჰერმან ჰესეს ავტობიოგრაფიული რომანი ტრამალის მგელი, რომელშიც აღწერილი არის კაროჩე ადამიანის რანაირი ადამიანის ცხოვრება არიცი აღწერილი, რომ ბავშვობაში და ახალგაზრდობაში რომ ბევრი დაკარგა და მერე ბუკოვსკივით რომ იმაში ცოტა დიდობაში ინაზღაურებს და დიდობაში რომ გადის მაგ გამოცდილებებს რომ იღებს მერე დიდობაში რა. შემდეგზე გადავიდეთ. ერთსაც განვიხილავ და მერე დავამთავრებ ჭრა იმას დავიწყებ რა მოჭრას ვიდეოს და შემდეგ გაიჩიტა ალასკას ძიება ჯონ გრინი, ხო? ჯონ გრინის რა. ეს წიგნი ვიყიდე $7 რა. ეს მოგებული ფულით არის ნაყიდი. დაჟე რა ჩეკიც გაიჩიტა, აბა ვნახოთ ერთი რამდენიანი ჩეკი გაიჩიტა, 2 ჩეკია. ერთი არის $370 ძმაო. მეორე არის $225. ეს მე მგონი ის 800 თუ 600 ლარი რომ მოვიგე ეგ იყო რა. სერიოზული კუშებია რომ მიუმატოთ ახლა 500 ლარი 600 ლარი. რავი ეს რა ფული როდის მოვიგე რაში მოვიგე ეს ჩეკები ნახდათ არ მახსოვს. ადრე მახსოვდა ხოლმე დაჟე ამიების ისტორიებიც მახსოვდა ხოლმე რა. ეხლა აღარ მახსოვს, მაგრამ ისე რომ ვამბობ 300 რაღაცა ლარი, 200 რაღაცა ლარი. ახლა ვიღაცა ის რომ შემოვიდეს, ჰაიროლერი იგროკი რომ შემოვიდეს, იტყვის ეს რა გუშებს ამბობს, არა და ჩემთვის 600 ლარი იყო, როგორც რავი, აი ნორმალური ადამიანისთვის 5,000 ლარი რა. ფული საერთოდ არ მქონდა ხოლმე. ეს ალასკას ძიება რა. ყველაზე მაგრად დაჟე ზუსტად მახსოვს, ახლავე გეტყვით რა. ზუსტად ის ფრაზა რომელიც წავიკითხე ინტერნეტში გადავაწყდი და ალასკას ძიება მაგიტომ მაინტერესებდა წიგნი რომ მეყიდა და წამეკითხა რა იმ ფრაზის გამო რა. მთელ ცხოვრებას ლაბირინთში ატარებ. გინდა რომ მიხვიდე იქამდე რომ ხვალინდელი დღე კაროჩე წარგიმართავს ცხოვრებას. მაგაზრამდე გინდა მიხვიდეო, მაგრამ შენ მაინც არა იმენა ვერ ვიხსენებ რა ზუსტად რა სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ რა. იმაში კი მინდევს ინსტაგრამში სტორზე რა ერთი უცებ რო შევვარდე 1%-ზე არის ტელეფონი არა ძმაო რა მაგ ფრაზას ვერ ვიხსენებ მაგრამ არა უშავს რა. ერთი ფრაზა იყო მერე რა. იმ ფრაზას აუცილებლად მე ინსტაგრამში შევალ და ვნახავ და ამ ვიდეოს ქვეშ დავწერ რა მაგ ფრაზას და დავაწერ რომ ალასკას ძიებაში მეთქი რა. უეჯველი, ამას უეჯველი გავაკეთებ რა. ანუ ქართულად დავწერ ან ინგლისურად დავწერ, რა მნიშვნელობა აქვს რა, ან გადმოვთარგმნი მე რა და რის გამოც მინდოდა ამ წიგნის ყიდვა და ერთი $7 ვიყიდე ეს წიგნი თუ რაღაცა ბიბლიაში $7 რო წიგნს იყიდი რავი. ხო და ანუ არ არის ახლა ძალიან ღრმა და მასეთი წიგნი და რაღაცა ეს ალასკა თავიანთი მეგობარი არის ძალიან კარგად არც მახსოვს. ხო და მიდიან ამის საძებნელად რა გოგო არის რა მე მგონი ეს ალასკა და ისეთი გოგო არის რა wild
wild არის ველური რა, ანუ რაღაცნაირად მოხიპო გოგონა არის რა, მე მგონი რა, თუ ზუსტად მახსოვს რა და ბიჭო, ანუ ამოვარდნელი მაქვს ეს სიგნიც რა თავიდან და ერთი იმას ვიტყვი, რომ აი ცუდი არ არის რა. ძალიან მაგარია მეთქი იმასაც არ ვიტყვი, მაგრამ აი იმ ფრაზის გამო მინდოდა და ის ფრაზა მაგრად მომწონს რა. ეხლა ტვინი რო დავძაბო, შეიძლება გავიხსენო ის ფრაზა, მაგრამ დაძაბვაში 1-2 წუთს წაიღებს და 2 წუთი გასაჩერებელი ამ ვიდეოში არ არის რა ნამდვილად და იმ ვიდეოს ქვეშ დავწერ მე რა ის description რო არის რა. ეგეთი განყოფილება description ქართულ აღწერა რო არის რა, დაბლა რო შეგიძლია რაღაცა დაწერო, მანდ დავწერ რა იმ ფრაზას, იმიტომ რომ სტორებში უეჭველი მახსოვს Instagram-ის სტორებში რომ მაგ რა და კაროჩე ეს ცუდი წიგნი არ არის რა, ძალიან მაგარიც არ არის რა. თქვენ თვითონ განსაჭეთ რა, ის ფრაზა კიდე აღარ მახსოვს რა. ხო და აქ დავამთავრებ რა. ეხლა თან მაგარ გრადუსში ვარ. ხო და დღეს არ მგონია ამის მოჭრა დავიწყო, მაგრამ ისე მაგრა გამისწორდა შეიძლება დავიწყო, მაგრამ მე რო აღარ დავიძინებ 2 დღე ზედიზედ, მე კიდე არ გავგიჟდე და არ გამაქანონ რა და რავი, მე მგონი დავისვენებ და ალბათ ხვალ დავიწყებ, ხვალ მოვჭრი რა ამ ვიდეოს. რამდენი წუთი გამოვიდა? 56 იყოს მე რა. დაჟე 4-ად გაყოფა შეიძლება არ მოგიწიოს, 3-ად შეიძლება მოგიწიოს, მაგრამ მე მგონი 4-ად მოგიწევს რა და კარგად იყავით. კარგად ბრძანდებოდეთ 23 საათი და 19 წუთი. 13 ჯანვარი, 13 იანვარია, 23 საათი და 20 წუთი გახდა ამ წამს და ამ სიტყვაზე დავამთავრებ მე ამ ვიდეოს რა. ესე იგი დღესაც მაინც კაი დღე გამოვიდა რა. ესე იგი ის უნდა დავიმახსოვრო, რომ ეს ფრაზა აუცილებლად დავწერო რა. აბა ჰე